ბრუნდავით პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია აფხაზეთის ხმა. კომპანია ევროპა ბეთის მხარდაჭერით წარმოგიდგენ ტრადიციულად საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მატჩების პირდაპირ ტრანსლაციებს. შეგახსენებთ, რომ თბილისის დინამოსა და ქუთაისის საკალათბურთო გუნდების დაპირისპირებას ვადევნებთ თვალყურს. მეორე ტაიმი დაიწყო, შეხვედრის მესამე მეოთხედი, ანგარიშია 47-23 დინამოელთა სასარგებლოდ. ძალიან საინტერესო ორი მეოთხედი ვიხილეთ. გიორგი დამეთანხმები ნამდვილად განსაკუთრებული იყო როგორც თამაშის ტემპით, ასევე თუნდაც ხარისხით და ასევე გულშემატკივრის აქტიურობით. ძალიან მართლა ძალიან საინტერესო და კარგი თამაში გამოვიდა, რაც თავარი დინამიური, ლამაზი სანახავი და ასევე საინტერესო დაიწყო მეორე ტაიმიც. გიორგი ბარბაკაძემ დებიუტშივე სამქულიანი ჩააგდო შეამცირა ანგარიშის სხვაობა 47-36 დავნახოთ დინამოელთა საფასუხო შეტევა. ლამარ კარიმი, კლაინენი, რომელიც წინვალიდის რო და პირველ ტაიმში და ზოგადად ჩვენ საუბრობდით რომ დინამოს წაუვიდა სროლები განსაკუთრებით პერიმეტრიდან და აჩვენა რაღაც ფანტასტიკური შედეგი. პირველი ტაიმის შემდეგ 15-დან 11 სამიანი ქონდა დინამოელებს ჩაგდებული 73.3%, რაც არის გენიალური მაჩვენებელი და ბევრი ვერ დაიკვეხნის გაცილებით მაღალ ლიგებშიც და გაცილებით ძლიერი გუნდებიც მსგავსი მაჩვენებლებით. სწორედ ამან გამოიწვია ის რომ დინამო მოიპოვა მნიშვნელოვანი უპირატესობა პირველი ტაიმის შემდეგ. თუმცა დასრულებული რა თქმა უნდა არაფერი არ არის, ქუთაისელებიც არ თამაშობდნენ ცუდად და ყველაფერი წინ არის. მეორე ტაიმში დიდია სამიანი ამჯერად არ ჩავარდა, მოხსნაზე კარგად თამაშობს იქ ბექა ჩიკველაძე და თავადვე გადადის შეტევაზე. ნახოთ რა გამოვა დინამოს ამ შეტევაში. აქვე მოდი გავაცნოთ ტელემაყურებლებს თუ როგორ იწყებენ გუნდები მეორე ტაიმს. ლამარ კარიმი, რომელიც ბურთით იყო, ბექა ჩიკვილაძე, ფლინ კლაიმენი, ოულიჩი და ლეჟავა, ეს გახლავთ თბილისის დინამოს ხუთეული და ბექა ჩიკვილაძემ მორიგი ორი ქულა შეძინა თავის გუნდს 49-36-ია. თბილისის დინამო ტრადიციულად, ბოლო წლებში ტრადიციულად თეთრი ფორმითა და ნარინჯისფერი ზოლით გამოდის. რაც შეეხება ქუთაისი, რომელმაც მორიგის 3 ქულა ჩაიწერა საკუთარ აქტივში და 38-მდე გაზარდა საკუთარი ქულათა მარაგი ლაშა ბაბუნაშვილის ზუსტით ყორცნის შემდეგ. ნომერი 6 სწორედ ლაშა ბაბუნაშვილია სასტარტო ხუთეულში. მეორე ტაიმში 15 გიორგი ბარბაკაძე, 7 გახლავთ ზეზვა ლილუაშვილი, 4 ზაურ ფაშაევი და 23 რიჩარდ მათიაშვილი, რომელიც დღევანდელ თამაშში 101 შეხვედრას ატარებს მიმდინარე სუპერლიგაში და ერთგვარად აღსანიშნავი ციფრია მისთვის. და პირველი ტაიმის შემდეგ მათიაშვილმა 6 ქულას მოუყარა თავი. ბექა ჩიკვილაძე მორიგი 2 ქულა შეძინა დინამოს და მიმდინარე შეხვედრაში უკვე მას 8 ქულა გაუხდა საკუთარ ანგარიშზე. ზაურ ფაშაევმაც შედეგიანად დაასრულა თავისი გუნდის შეტევა და უკვე 11 ქულამდე ჩამოვიდა დინამოელთა სხვაობა. 51-40 ანგარიში დედაქალაქელთა სასარგებლოდ 7 წუთი და 17 წამია მესამე მეოთხედის დასრულებამდე. ორივე გუნდმა შედეგიანი იერიშები განახორციელეს მეტოქის ფარის მიმართულებით. ქუთაისელები ბურთით ბარბაკაძე ძალიან კარგად უტევდა, თუმცა არ ჩავარდა ბურთი. მეორეც დიდად არ გაუმართა გიორგი ბარბაკაძეს და შანსი უკვე დინამოს. არასიზავს ჩიკვილაძე არ გადაწყვიტა ასროლა. როგორც ჩანს დინამოელებმა მეორე ნახევარში უკვე უფრო სამწამიანი ზონიდან შეტევაზე გააკეთეს აქცენტი, რადგან წარმოუდგენელია უბრალოდ მთელი თამაში წაგივიდეს სამქულიანები და ასროლები პერიმეტრიდან ესეთი მაღალი მაჩვენებლით. მრავალფეროვნება, ასე ვთქვათ, მატჩში ძალიან მნიშვნელოვანია. სხვადასხვა გვარი შეტევები, სხვადასხვანაირი კომბინაციები. დავნახოთ რა გამოვა. მილანოლუიჩი ბურთით 8 წამი დინამოს. ჩიკვილაძე, კარიმი, ჩაიჭრა ფაშაევი ძალიან კარგად გამოიყურება დღეს და კარიმი ძალიან შორი სამიანი ეს ვერ ჩააგდო, მაგრამ მან კიდევ ერთხელ გავიმეორებ ისეთი ბურთი ჩააგდო დღეს, რომ თავისი ნახევრიდან ბოლო წამზე პირველი პერიოდისა კარიმია სწორედ ყველაზე შედეგიანი თავისი გუნდის შემადგენლობაში 14 ქულა ჰქონდა მას პირველი ტაიმის შემდეგ. და ზოგადად სწორედ ლამარ კარიმი გახლავთ ყველაზე შედეგიანი მოთამაშე თბილისის დინამოს რიგებში მიმდინარე სეზონში 16.6 ქულაა საშუალო მაჩვენებელი დინამოელთა მეოთხე ნომრისა. ბაბუნაშვილი შემოიყვანს ბურთს თამაში, ქუთაისელები არიან შეტევაში. მათიაშვილი, ფაშაევის წინ კარიმია
ნახოთ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ფაშაევი და ზოგადად როგორ განავითარებს ამიერის ქუთაისელთა ხუთეული. მათიაშვილი დააბრუნა ბურთი დიდია, სამწამიანს გასცა უკვე და იმდენი ითამაშეს და იმხელა გამოუვიდათ ეს კომბინაცია, რომ ამასობაში დრო ამოეწურათ შეტევისთვის განკუთვნილი ქუთაისელებს და უკვე მორი იერის იწყებს თბილისის დინამო. ლამარ კარიმი ბურთით. უკვე მესამედ მოხდა თუ არ ვცდები ესეთი შემთხვევა, როცა ქუთაისელებს დრო ამოეწურათ შეტევისთვის განკუთვნილი, რაც ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ დინამო არა მარტო შეტევაში, არამედ დაცვაშიც ძალიან მოტივირებული და აგრესიულად თამაშობს დღეს. ძალიან ესეთი კარგი განწყობით გამოვიდა დინამო, ასე ვთქვათ, დღევანდელ შეხვედრაში, მაგრამ მეორე ტაიმში სერიოზულად მოკიდა უკვე საქმეს, როგორც ჩანს დავით უსტიაშვილის გუნდმაც და საინტერესო თამაში წავიდა. 13 ქულაა სხვაობა მართალია, მაგრამ ამოკაჩვადია, ასე ვთქვათ, ეს სხვაობა. მე პირადად ძალიან დაძაბულ პერიოდ ნახევარს ველოდები 5 წამი და 25 წამი რჩება მესამე პერიოდის დასრულებამდე. ფაშაევი. კი ბატონო, დაგეთახმები გიორგი, 13 ქულა კალბურთში არაფერია, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ თამაში საერთოდ არ ეტყობა თუ რომელიმე გუნდი თუნდაც აემხელა უპირატესობით არის წინ. კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმას, რომ დინამოელებს ძალიან ეხმარებათ ალბათ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ერთ გულშემატკივრების ესეთი ომახიანი მხარდაჭერა და ფანების ძალიან აქტიურობა დღევანდელ თამაშში. მილანო ლუიჩი, რომელსაც რიჩარდ მათიაშვილი ეთამაშება, ძალიან საინტერესოა მთელი თამაშის განმავლობაში ამ ორი ცენტრის დაპირისპირება, ორი ყველაზე მაღალი კალბურთელის თავისი გუნდის შემადგენლობაში, მაგრამ რაც არ უნდა საინტერესო იყოს, პირველ ნახევარში ძირითადად პერიმეტრზე ხდებოდა მათი დაპირისპირება და არასამწამიან ზონაში ამჯერად უფრო ამ პოზიციიდან უტევენ ერთმანეთს მილანო ლუიჩი და რიჩარდ მათიაშვილი. ამჯერად ლუიჩის ხარეს გადაიხარა სასწორი, ასე ვთქვათ, მაგრამ ბურთით მაინც ქუთაისელები დარჩებიან. მხოლოდ და მხოლოდ 4 წამი მათ შესატევად. სწრაფად გაითამაშეს დავით ბარბაკაძე, იძულებულია გიორგი ბარბაკაძე ესროლეს ძალიან რთული პოზიციიდან, ბურთი საბოლოოდ ლუიჩი აუვარდა ხელში და სწრაფ შეტევაზე გადავიდა დინამო. მესამე პერსონალურს მიიღებს ახლა რიჩარდ მათიაშვილი, ეს იქნება ასევე მესამე პერსონალური ქუთაისელთა მიმდინარე მეოთხედში. ზოგადად მაინც მე ჩემ აზრზე ვარ, რიჩარდ მათიაშვილისთვის ეს შეხვედრა არც თუ ისე შედეგიანია და არ მისდის ამ კალბურთელს თამაში ისე როგორც მის გამორჩეული, თუმცა ძალიან დიდ ხიფათს რო წარმოადგენს ის ნებისმიერ დროს ნებისმიერი გუნდისთვის, ესეც ფაქტია. ეხლა კი უკვე მის წინააღმდეგ დაჯარიმდა კლაიმენი და ასევე კიდევ ერთი ორი ქულა ხო ჩააგდო ვიხილეთ რიჩარდ მათიაშვილმა და კიდევ ერთი ქულის ჩაგდების შანსი აქვს ქუთაისელთა 23 ნომერს, ის საჯარიმოდან ყორსნის ერთ სროლას, ასე რომ ესეც გამოიყენა და უკვე მე-9 ქულა ჩაიწერა საკუთარ აქტივში რიჩარდ მათიაშვილმა. 53-43 გახდა ანგარიში დინამოელთა სასარგებლოდ. 4 წუთი და 20 წამია დარჩენილი მესამე მეოთხედის დასრულებამდე. დინამოელთა შეტევას ხედავთ ჩვენ კადრში. ლუიჩი, შემდეგ კლაინენი ბრუნში ძალიან კარგად თამაშობს ეს კალბურთელი და ძალიან ლამაზი სროლა აქვს ნებისმიერ გულშემატკივარს და კომაკს. ეს სიამოვნება ამ ლეგიონერის თამაშის ყურება, მაჯა აქვს რაღაც სასწაულად რბილი და სუფთად ისვრის ფილ კლაინენი, ფაშაევი, გიორგი ბარბაკაძე, შემდეგ რიჩარდ მათიაშვილი, როგორც წესი მას მილანო ლუიჩი ეთამაშება. ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ქუთაისელები. ფაშაევი რთული პოზიციიდან ისროდა, არ ჩავარდა ეს ბურთი, შემდეგ ლამარ კარიმი. აქეთ გადმოუტანა ფილ კლაინენს. ისროლა ისევ კლაინენმა, ამჯერად არ გაუმართლა მათიაშვილმა მოხსნა. რაც ფარი შეიცვალა, მაინც და მაინც წარმატებული აღარ არის უკვე დინამოელთა მცდელობები სამქულიანი ზონიდან. თუმცა მოდი ვთქვათ ისიც, რომ გარკვეულწილად შეიძლება მათ შეცვალეს კი ეს ტაქტიკა, რადგან როგორც შენ აღნიშნე, პირველი ტაიმის შემდეგ იმდენი ზუსტი სამქულიანი განახორციელეს თბილისელებმა, რომ მეორე ნახევარში ალბათ არ იქნებოდა მართებული სწორედ იგივე ტაქტიკით განეგზოთ თამაში. თუმცა მოდი ისიც ვთქვათ, რომ თუ პირველ ნახევარში ძალიან კარგი იყვნენ თბილისელები სამქულიანი პერიმეტრიდან სროლით, მაჩვენებლით და 15 სროლიდან 11 გამოიყენეს მათ. არც თუ ისე სახარბიელო იყო ორქულიანი
ორქულიანი ტყორცნები 16 მცდელობიდან მხოლოდ 6 ჩააგდეს დინამოს კალათბურთელებმა. ცვლილება გახორციელდა დინამოთა რიგებში. მილან ოულიჩმა დატოვა დროებით თამაში და მის ნაცვლად გამოვიდა პარკეტზე 13 ნომრით ირაკლი კეიდია. 55-53 ანგარიში 2 წუთი და 52 წამით შევა მესამე მეოთხედის დასრულებამდე. დინამომ კი ამასობაში 4 გუნდური ჯარიმაც მიიღო. ბუბა კვიმსაძე იწყებს თავისი გუნდის მორიგი იერიშს. რიჩარდ მათიაშვილი თითქმის ყველა შეტევაში იღებს რიჩარდ მათიაშვილი მონაწილეობას. ამჯერადაც წინვალედ ითამაშა როგორც წინა ეპიზოდში მოათავსა ბურთი კალათში და მიაღებინა მეტოქეს პერსონალური ჯარიმა, როგორც ჩანს მეორე ნახევარში უკვე როგორც ქუთაისმა ასევე რიჩარდ მათიაშვილს მათ უფრო სერიოზულად მოკიდა საქმეს ხელი, უფრო მოტივირებული გამოვიდნენ, ჯაგდებული პირდაპირ შეიძლება ითქვას პირველი ნახევრის შემდეგ და აქტიურად უტევენ მეტოქის ბარს, თუმცა ამჯერად მათიაშვილმა საჯარიმო ვერ ჩააგდო. შემდეგ ბექა ჩიკვილაძე, კარგი ეპიზოდი და ისევ მათიაშვილი არ მისცა ბურთს უფლება, ჩავარდნილიყო, ჩაშვებულიყო კალათში. კარგი დაცვა შემოგთავაზა ქუთაისმა, ვნახოთ შეტევაში რა გამოუვა მათ და კიდევ ერთი ჯარიმა ვეღარ აჩერებენ რიჩარდ მათიაშვილის ჯარიმის გარეშე დინამოელები და იქვე ბრუნდება მილან ოლუიჩი, რომელიც რამდენიმე წამის წინ დასვა ირაკლი ხოშტარიამ სკამზე. მე ვსაუბრობდი რომ რიჩარდ მათიაშვილმა ვერ მოახერხა ამ თამაში მობილიზება, თუმცა საპირისპირო სამტკიცებს ეს კალათბურთელი უკვე ბოლო რამდენიმე წამია და განსაკუთრებით სადებიუტო წუთებისა ის მართლაც შეუჩერებელი ხდება დინამოელთათვის. ნახოთ რას იზამს საჯარიმოს ხაზიდან ქუთაისელთა ყველაზე საუკეთესო სნაიპერი ამჯერად ვერ გამოიყენა მან შანსი ჩაეგდო ერთგულიან და დინამოელთა კომაგების სიხარულიც გამოიწვია სწორედ ამ ფაქტმა. მეორე შემთხვევაში ზუსტია მათიაშვილი და ანგარიში ხდება უკვე 55-46 9-ქულიანია დინამოელთა უპირატესობა და სწორედ თბილისელები არიან შეტევაში. ლამარ კარიმი ცოტა დრო რჩება შესატევად. ლამარ კარიმი ალბათ თავის თავზე აიღებს თამაშს, თუმცა შემდეგ კარგი გადაცემა კიდევ ერთხელ თამაშობს კარგად რიჩარდ მათიაშვილი და კიდევ ერთხელ ჯარიმდებიან მის წინააღმდეგ. და ეს ჯარიმაც რა თქმა უნდა ეს ჯარიმაც რა თქმა უნდა გაგრძელდება ორი საჯარიმო ტყორცნით, რომელსაც კлау რიჩარდ მათიაშვილი განახორციელებს. მოდი ვისარგებლებ ამ პატარა პაუზით, რომელიც ახლა იქნება და ვიტყვი რომ ამ თამაშის დასრულების შემდეგ 16 საათზე უკვე სპორტის სასახლე დაეთმობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ოლიმპის კალათბურთელებს. ეს მატჩი შედგება ამ თამაშის დასრულების შემდეგ, ხოლო დღის ბოლო შეხვედრა ერთმანეთს STU-სა და არმიის საკალათბურთო გუნდები დაუპირისპირდებიან. ამასობაში რიჩარდ მათიაშვილმა ორივე საჯარიმო ზუსტად გამოიყენა, უბრალოდ ერთი გამოიყენა ზუსტად და 55-47 ანგარიში დინამოს სასარგებლოდ და ბარემ თემას ამოვწურო და ვიტყვი რომ ამ ტურის ორი შეხვედრა რუსთავსა და ბათუმში გუშინ შედგა. რუსთავმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან დათმო შეხვედრა 92-96, ხოლო ბათუმმა წააგო სოხუმთან 77-91. თუკი პირველ ტაიმში ყველაფერი დინამოელთა რიტმით და მირიტმით მიდიოდა და ყველაფერი ასე ვთქვათ გამოსდიოდათ, მათ განსაკუთრებით ვისაუბრეთ ეს იყო პერიმეტრიდან სროლები. ამჯერად უკვე ყველაფერი ქუთაისელთა მხარეს გადაიხარა, შემცირდა ანგარიშის სხვაობას და დინამოს აღარ მისდის თამაში, აღარ მისდის სროლები. ვნახოთ საბოლოოდ რა გამოვა ბუბა კვიმსაძემ კარგად შეუტია, ბურთი არ ჩავარდა. ამჯერად მაინც უნდა მოახერხონ თბილისელებმა ზუსტი შეტევის განხორციელება, საბოლოოდ ჯარიმა. ქუთაისელებს ისიც აძლევს ხელს, რომ დინამოს უკვე ამოწურულია გუნდური ლიმიტი და ყველა ჯარიმა, ასე ვთქვათ, ერთგულიანი სროლებით დაისჯება დინამოელთა, ხოლო ქუთაის მეოთხე გუნდური მოუგროვდა და კიდევ ერთი ჭირდება, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ დინამოელებმა განახორციელონ ხოლმე სროლები. მილან ოლუიჩი თავის თავზე აიღო ეს როლა საშუალო, არ ჩავარდა არც ეს ბურთი. ოქსნა კვიმსაძე. გასაოცარია ორქულიანიდან ვერ ახერხებენ მიზნის გასწორებას დინამოელები, ხოლო სამიანიდან კიდევ ერთხელ ვთქვათ, თითქმის ყველაფერი გამოვიდა, საიდანაც ისროლეს
ქილისელებმა ამ შემთხვევაში მათიაშვილი თამაშობს ძალიან კარგად და უკვე ანგარიშის სხვაობა 6 ქულამდე მცირდება 55-59 არის დინამოს სასარგებლო და მესამე მეოთხედის დასრულებამდე წუთზე გაცილებით ნაკლები რჩება 50 წამია ტაბლოზე დარჩენილი. ნუ კიდე იწურება ეს დრო რა თქმა უნდა. დინამოელები კი ცდილობენ მესამე მეოთხედი მაჟორულ ნოტაზე დაასრულონ და ოდნავ მაინც გაზარდონ სხვაობა და ძალიან კარგად თამაშობს სწორედ ლამარ კარიმი და 57-59 ხდება ანგარიში. მნიშვნელოვან მომენტში ისევ ლამარ კარიმმა იყო თავის თავზე თამაში და მოათავსა ორი ქულა. ბაბუნაშვილი თავისუფალი იყო, ეს კალბურთელი დირითეცი სარგებლოა და ჩააგდო სამქულიანი 57-52 ხუთქულიანი სხვაობა პირველი პერიოდის შემდეგ აღარ ყოფილა, როცა დინამომ მოიპოვა სერიოზული უპირატესობა, დაბრუნდა ქუთაისის თამაში მესამე პერიოდში თამამად შეიძლება ითქვას და აჯობა აშკარად დინამოს და იქვე დინამოს გულშემატკივრების ძალიან სერიოზული აქტიურობა აშკარად ჭირდება გუნდს. ეს ისევ ლამარ კარიმია, ფანტასტიკური ბურთი ჩააგდო. ძალიან რთული პოზიციიდან, ბრავო ლამარ კარიმს. მართლაც ძალიან კარგია ლამარ კარიმი დღეს და თუ აი ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში დინამომ დათმო უპირატესობა, სწორედ ლამარ კარიმია ის ერთ-ერთი ვინც მაინც ბოლომდე იბრძვის და ახერხებს წინააღმდეგობა გაუწიოს მეტოქეს იმისაც რომ კიდევ უფრო დიდი არ იყოს ანგარიშის სხვაობის შემცირება. 57-33 დასრულდა შეხვედრის პირველი ტაიმი, ანუ 14 ქულა იყო დინამოელთა უპირატესობა, ხოლო უკანასკნელ 10 წუთში ეს უპირატესობა შემცირდა ნახევარზე და უკვე 7 ქულამდე დავიდა 59-52-ია დინამოელთა სასარგებლოდ ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში. გამეორებით ნახეთ ჩვენ ეპიზოდის, როდესაც ლამარ კარიმა ბოლო წამებზე მორიგი 2 ქულა შეძინა საკუთარ გუნდს. 18 ქულა თლიანად ლამარ კარიმის ანგარიშზე. სწორედ ის გახლავთ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე, 15 ქულა რიჩარდ მათიაშვილის აქტივში. რაც შეეხება სუპერლიგის სატურნირო მდგომარეობას მიმდინარე ტურის წინ მსვლელობისას, როგორც უფრო სწორი იქნება ისე ვთქვათ, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო აკადემიის გუნდს უკვე 14 თამაში აქვს, ასევე 14 თამაში აქვს რუსთავს, რომელმაც გუშინ გამართეს მორიგი შეხვედრები, ხოლო არიან გუნდები, რომლებსაც დღეს აქვს გასამართი მიმდინარე ტურის თამაშები, იგივე არმია, ისევე ოლიმპი და აი ამ სიტუაციის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას 26 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, მეორეზეა რუსთავი 25 ქულით, შემდეგ არის სწორედ 12 თამაშით არმია და 22 ქულით, ასევე 12 თამაშით და 22 ქულით მეოთხე ადგილზეა საკალათბურთო კლუბი ოლიმპი, სწორედ არმია ოლიმპი დღეს მორიგ შეხვედრებს ჩაატარებენ და უნდა ვივარაუდოთ, რომ მორიგ ორ ქულასაც მოიპოვებენ, რადგან ოლიმპი თესეულს ხვდება და ამ შეხვედრაში აშკარა ფავორიტად არის აღიარებული და ასევე არმიელთა მეტოქი არის ესტეო, რომელსაც მიმდინარე სუპერლიგაში ჯერ შეხვედრა არ მოუგია და აშკარა აუთსაიდერად მოიაზრება. განახლდა შეხვედრა ტაიმაუტის შემდეგ მილანო ოლუიჩი ბურთით, რომელსაც რიჩარდ მათიაშვილი ეთამაშება ტრადიციულად და ძალიან კარგადაც ოლუიჩს ის გადარჩენოდა, რომ უმისამართო გადაცემა გაეკეთებინა და აქ დავით ბარბაკაძე ტრადიციული სლემდანკი შემოგთავაზა ერთ-ერთმა ძმა ბარბაკაძემ 59-55-54 უკაცრავად 5 ქულამდე დავიდა სხვაობა. ძალიან კარგი შეხვედრა გიორგი, ნამდვილად ისეთი როგორცაც ველოდით და მთლიანად მთელი შეხვედრის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის სხვაობა აღწევდა 14 ქულასაც კი, უნდა ითქვას, რომ არ დაკარგულა თამაშის დინამიკა, არ დაკარგულა ინტერესი და ინტრიგა და აი ბოლო წუთებში ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ანგარიში სერიოზული ბოლომდე იქნება, თამაშის ბოლომდე შენახული თამაშის ინტრიგა და ალბათ ჯერ კიდევ არავინ არ გაბედავს და გააკეთებს პროგნოზს იმისა, თუ როგორ დამთავრდება შეხვედრა და თუ ვის დარჩება საბოლოო გამარჯვება. 5 ქულამდეა დასრული დინამოს უპირატესობა, 9 წუთი რჩება თამაშის დასრულებამდე დარჩენილი თამაშსა, რომელსაც წარმოგიდგენთ ტელეკომპანია აფხაზეთის ხმა, რა თქმა უნდა, კომპანია ევროპაბეთის მხარდაჭერით და რა თქმა უნდა, ამ თამაშთან ერთად ტელეკომპანია აფხაზეთის ხმა ასევე დღევანდელი დღის დარჩენილ ორ შეხვედრასაც შემოგთავაზებთ პირდაპირ ეთერში, ამასობაში კი დინამოელები იწყებენ საკუთარ მორიგი ერისს. ზოგადად ძალიან საინტერესო ტური გამოვიდა უკვე შეიძლება ითქვას, რადგან
გუში გაიმართა ორი საინტერესო შეხვედრა შენი საუბრე გიორგი ამ შეხვედრების შესახებ 4-4 ქულით სხვაობით დამთავრდა ორივე შეხვედრას რუსთავის აკადემიას მატჩი ოვერტაიმიც დაინიშნა და ეს შეხვედრაც ძალიან დაძაბულია რის გამოც უყვარს გულშემატკივრას სპორტის შესახება დაძაბულობის და ესე დინამიურობის გამო როცა კულაში მიდის არაფერი ჯობია ამ ყველაფრის ყურებას 60-54 2-დან 1 გამოიყენა მილანოლუიჩმა და ქუთაისი გადადის შეტევაზე ძალიან საინტერესო დასკვნითი წუთები გველის დინამოსა და ქუთაისის მატჩში ფაშაევი კვიმსაძე კარგი გადაცემა გააკეთა კვიმსაძემ ეს როლა არ ჩავარდა მათიაშვილი ფარზე შესანიშნავია ბრავო 4 ქულა ხდება უკვე სხვაობა ანგარიში 60-56 უპირატესობა კვლავ დინამოელთაა თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას რომ პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში იყო 57-23 და 14 ქულას იგებდა თბილისის დინამო უნდა ვთქვათ ის რომ ძალიან რთულ ვითარებაშია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დინამო და პირიქით ქუთაისი აღმოფრენით ატარებს უკვე შეხვედრის დასკვნით წუთებს და უკვე 2 ქულამდე დადის თამაში სხვაობა და რა თქმა უნდა თბილისის დინამო წუთ შესვენებას იღებს ირაკლი ხოშტარია ვალდებულია უბრალოდ რაღაცა შეცვალოს თავისი გუნდის თამაში წინ აგრეთ შემთხვევაში უკვე აემხელა უპირატესობას თვალსა და ხელს შოფლანგავს გუნდი და უკვე მე მგონი ძალიან ადვილად შეიძლება ქუთაისი გავიდეს კიდეც წინ გააკეთეს აქცენტი მეორე ნახევარში უпростоრად მეოთხე პერიოდის დასაწყისში დინამოელებმა სამწამიანი ზოინა შეტევაზე ამას იმიტომ ვამბობ რომ ძალიან ხშირია უკვე ესეთი ეპიზოდები აშკარად ვერ უწევს წინააღმდეგობას მილანოლუიჩი რიჩარდ მათიაშვილს და ქუთაისელთა და სხვა მაღალ გაალბურთელებს სამწამიან ზონაში ვერც დაცვაში ვერც შეტევაში გამომდინარე აქედან დინამომ ისე უნდა ნაცად ხერხს მიმართოს არ წაუვიდათ მეორე ტაიმში დინამოელებს სამიანები და იმის მერე აღარც ესვრიან შეიძლება ითქვას ისე უნდა ეცადნონ როგორმე გაისწორონ მათ მიზანი განსაკუთრებით ლეგიონერებზე მაქვს საუბარი მათ უნდა იტვირთონ ლიდერობა ლამარ კარიმმა ფილ კლაინენმა და როგორმე ასე ვთქვათ არ მისცენ ქუთაისს იმის საშუალება რომ წინ გავიდეს ეს რა თქმა უნდა დინამოელთა მხრიდან ვლაპარაკობდი ქუთაის თავისი მიზნები აქვს თავისთავად და ეცდება მის განხორციელებას ამ ყველაფრით კი შედეგად გვაძლევს იმას რომ ძალიან საინტერესო და სათვალსაზეირო შეხვედრა გამოვიდა ჩვენთვის ტელემაყურებლისთვის და ვიდეო კომენტატორებისთვის რა თქმა უნდა და ამ გუნდების ბეკა ჩიკულაძე თამაშობს ძალიან კარგად მე წეგაშენ ლეგიონერები ახსენე და ვიფიქრე რომ ერთ-ერთი მათთან ერთად ვინც თამაში უნდა მოიგოს არის ბეკა ჩიკულაძე რომელიც მე მესახება პირადად დინამოელთა ერთ-ერთ ლიდერადაც ქუთაისელთა უშედეგო იერიში ვნახეთ ამასობაში თბილისის დინამოს გულშემატკივრები უკვე მაქსიმალური მობილიზებით და ემოციებით ცდილობენ დაუდგენ ბოლო წუთებში თავის გუნდს გვერდით და მე დარწმუნებული ვარ თუ დღეს დინამო გაიმარჯვებს ძალიან დიდი წვლილი იქნება სწორედ ერთ გული კომაგების რომლებიც ასე მხურვალედ უჭერენ ხარს თავის ათაყვანებელ გუნდს შეიქმნა გარემო და როდესაც იგივე თბილისური გუნდები ჩადიან ქუთაისში ქუთაისელი გულშემატკივარი სრული მობილიზებით ხდება მას და აქ დიდიას კიდევ ერთი სამიანი და 62-61 სრული მობილიზებით ხდება ქუთაისელი გულშემატკივარი და იქ ქუთაისი თამაშობს როგორც სახლში და დღეს შეგვიძლია ვთქვათ რომ დინამო არის სახლში და ეს კარგია რა თქმა უნდა 62-61 მხოლოდ ერთი ქულა სხვაობა და ეხლა იწყება ყველაფერი აი მართლაც აწი იქნება შეხვედრის კულმინაცია და ალბათ აი ყველაზე საინტერესო დრამატული და დაძაბული იქნება დარჩენილი დრო 6 წუთი და 51 წამია შეხვედრის დასრულებამდე დარჩენილი ეს რა თქმა უნდა სუფთა სათამაშო დროს გულისხმობ 62-61 კიდევ ერთხელ მეორე ბანგარის მინიმალური უპირატესობა თბილისის დინამოსი და ზაურ ფაშაევი ჯარიმდება სოსო ლეჟავასთან ბრძოლაში ასე რომ სოსო ლეჟავა ქუთაისი 4 გუნდური ჯარიმა განახორციელებს ახლა 2 საჯარი მოთხოვნას ასევე უკვე 4 გუნდური ჯარიმა იყო ქუთაისმა რაც იმას ნიშნავს რომ უკვე ყოველი შემდეგი ჯარიმა მათ ჩინასრული ხორცნებით დასრულდება სოსო ლეჟავამ ვერ გამოიყენა პირველი შესაძლებლობა იმისა რომ თუნდაც ერთი ქულით გაეზარდა კიდევ ანგარიშის სხვაობა ვნახოთ რა სიზამს მეორე ცდელობიდან დინამოელთა მეხუთე ნომერი
ამ შემთხვევაში ის ზუსტია 63-61 ორი ქულა გახდა უკვე დინამოლთა უპირატესობა შეხვედრაში. ბუბა კვიმსაძე იწყებს თავისი გუნდის სიერის. გიორგი. კვიმსაძე აქვს ქუთაისის შანსი დიდი ხნის შემდეგ პირველად გაათანაბროს ანგარიში თამაში. ფაშაევი ორქულიანი შეტევა არ ჩავარდა ეს ბურთი და დინამოს უკვე კიდევ უფრო ანგარიშის გაზრდის შანსი ეძლევა ბექა ჩიკვილაძე ბურთით. ბუბა კვიმსაძე ეთამაშება მას. ჩიკვილაძე თავის თავზე აიღო, თუმცა ლეჟავა ძალიან კარგი პასი გაუკეთა, ეტყობოდა ტრაექტორიას, რომ ეს ბურთი არ ჩავარდებოდა. ფაშაევმა მოხსნა ბურთი და სწრაფად გადავიდა შეტევაზე. კვიმსაძე არესროლა კვიმსაძემ დიდია გიორგი ბარბაკაძე საშუალო გაუშვა ჩააგდო 63-63 გათანაბრდა ანგარიში. ანგარიში გათანაბრდა და კიდევ ერთხელ ხას უსვამ ეს ქუთაისელთათვის უკვე ფსიქოლოგიურად გაცილებით უკეთეს პოზიციას ნიშნავს. დინამოელები კი ალბათ საკუთარ თავში უნდა ეძებდნენ ძალებს იმისათვის, რომ როგორღაც მოახერხონ და კვლავ გავიდნენ წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე ძალიან რთულ ვითარებაშია გუნდი და აი ეს ძალა აღმოჩნდა ბექა ჩიკვილაძე, რომელმაც მართლაც იპოვა თავის თავში ის ენერგია, რომელმაც ეს პირველ რიგში სამქულიანი განახორციელა და პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იქნება კარგი ეს გუნდისთვის. ბოლო წამზე ჩაგდებული სამიანი მართლაც ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური პლუსია გუნდისთვის. 66-63 ჩიკვილაძემ ფანტასტიკური ბურთი ჩააგდო. მართლაც ლამარ კარიმი ამჯერად ნახოთ თავის თავზე აიღო სრულიად თავისუფალი დატოვა. ეს უნდა ჩააგდოს. ეს უნდა ჩაიგდო ყველა ვარიანტში. ბილ კლაინეს, რომელიც გაცილებით რთული პოზიციებიდან აგდებს ხოლმე სამქულიანებს და ამჯერად როცა არავინ არ უშლიდა ხელს, ვერ მოათავსა ბურთი კალათში. აშკარად არ მისდის დინამოლთა 32 თამაშს მეორე ტაიმში თამაში განსხვავებით პირველი ნახევრისა. ირაკლი კეიდია შემოვიდა უკვე მილან ოულიჩის ნაცვლად. კიდევ ერთხელ ვახსენოთ, რომ ოულის პირველ ტაიმში გაცილებით უკეთესი შტაბის-კლებას ტოვებდა, მეორე ნახევარში კი საერთოდ აღარ მისდის თამაში და სამქულიანიდან სადა ბედი რევას დიდია, მაგრამ არაზუსტი გამოდგა მისი ეს მცდელობა ამასობაში დაჯარიმდნენ კიდეც სტუმრები და ბექა ჩიკვილაძე ახორციელებს საჯარიმო ხორცნებს ქუთაისელთა ფარის მიმართულებით. პირველი ხორცნა ზუსტია ბექა ჩიკვილაძე ნამდვილად გუნდს მოევლინა ლიდერად აი ამ კრიტიკულ სიტუაციაში. 2-2 და 5 ქულა გახდა კვლავ დინამოლთა უპირატესობა 68-63 ანგარიში 4 წუთი და 32 წამი რჩება შეხვედრის სათამაშო დროის ამოწურვამდე. ბექა ჩიკვილაძემ კი ამ ორი ზუსტი საჯარიმოების შემდეგ 13 ქულას მოუყარა თავი დღევანდელ შეხვედრაში საკუთარ ანგარიშზე. ყველაზე შედეგიანი კი ლამარ კარიმია, რომელსაც 18 ქულა აქვს დინამოელთა მხრიდან, რაც შეეხება შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეს ჯერჯერობით ეს რიჩარდ მათიაშვილია, მას 19 ქულა აქვს აქტივში, თუმცა გიორგის უნდა აღვნიშნოთ, რომ 4 პერსონალური აქვს რიჩარდ მათიაშვილს და ძალიან ფრთხილად უნდა ითამაშოს ამ კალათბურთელმა, რათა შეხვედრის დასრულებამდე არ მოუწიოს თამაშიდან გამოთიშვა. არავითარ შემთხვევაში არ გამოვიწყოთ ასევე ოვერტაიმიც. მე პირადად ვისურვებთ დემონო შეხვედრაში დამატებულ დროსაც, რადგან ძალიან ისეთი კარგი სანახაობი თამაშია და არც ისე ხშირი პირდაპირ ვთქვათ საქართველოს სუპერლიგაში. გამომდინარე აქედან რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უფრო უკეთესი და კარგი იქნება მაყურებლისთვის. სულ მალე განახლდება თამაში ამ ტაიმაუტის შემდეგ. ძალიან კარგია რომ აი ესე ბოლომდე ამხნევებენ გუნდს დინამოს კომაგები და მართლაც ძალიან დიდ მუხტს აძლევენ კალათბურთელებს ტრიბუნიდან, რაც უნდა გამოიყენოს ირაკლი ხოშტარიას გუნდმა. სწორედ ისინი არიან ახლა კადრში და არ ვიცი, ხა მე ვცდილობ მათ სახეზე ამოვიკითხო ის შემართება, რომელიც ამ გუნდს უნდა კონდეს სწორედ აი დარჩენილი 5 წუთისთვის, რადგან მაქსიმალური მობილიზების ხარჯზე მოახერხებენ მხოლოდ ისინი ამ თამაშის გამარჯვებამდე მიყვანას და ნუ რა ვიცი, ხა მართლაც საწყენი იქნება მათთვის, რადგან მთელი თამაში იგებდნენ, დიდი უპირატესობითაც იყვნენ წინ და ბოლოს გაფლანგეს ეს ჯარიმამის და კარგი იქნება თუ ვნახოთ ამ მომენტს განმეორებით. ბილანოლოვიჩმა საფირმო დაფარება შემოგთავაზა თითქოს, მაგრამ როგორც ჩანს იქ ხელშიც მიარტყა. მეტოქეს არა და ძალიან ლამაზი მომენტი იყო.
აი გამეორებით გვაქვს. კარგად არ გამოჩნდა სამწუხაროდ ძალიან უკმაყოფილო იყო მილანელოვიჩი საჭების გადაწყვეტილებით 68-64 პირველი ფლანგეს ნუ მე მგონი მიაყოლა ხელშიც მილანელოვიჩმა ყოველ შემთხვევაში ბურთზე ითამაშა მაგრამ როგორც ჩანს მიარტყა ხელშიც მეტოქეს გამომდინარე აქედან გუტაისელებს მიეცათ ანგარიშის სხვაობის შემცირების საშუალება 68-64 4 ქულა დინამოს სასარგებლოდ ბექა ჩიკვილაძე რომელიც ათამაშდა ბოლო წუთებში ჯარიმა ეხლა უკვე მასზე დაჯარიმდნენ გუტაისელები ბაბუნაშვილმა დაარღვია თამაშის წესი ბექა ჩიკვილაძესთან ბრძოლისას და ეხლა დინამოლთან მე-6 ნომერი ორ საჯარიმოს ყორცნის მეტოქის ფარის მიმართულებით თუ წინა შემთხვევაში როდესაც ბუბა კვიმსაძე ისროდა ჯარიმებს დინამოს გულშემატკივრები ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მისთვის და ერთ შემთხვევაში თქვათ გამოუვიდათ კიდეც ახლა ცდილობენ რომ ბექა ჩიკვილაძეს არ შეუშალონ და ისინი ჩუმად ელოდებიან ჩიკვილაძის სროლებს ამ შემთხვევაში ჩიკვილაძემ ერთი ქულა შემატა თავის აქტივს გუნდის აქტივს რა თქმა უნდა 69-65-ია ანგარიში დინამოლთა სასარგებლოდ 3 წუთი და 55 წამია დარჩენილი თამაშის დასრულებამდე. კვიმსაძემ ვერ ჩააგდო აქ სამქულიანი და დინამო გადავიდა შეტევაზე. ბექა ჩიკვილაძე ათამაშებს ბოლო წუთებში. ბურთს გაუშვა სამიანი ჩიკვილაძემ არ ჩავარდა ფაშაევმა. მოხსნა იქ პირველი აღმოჩნდა ბურთისთვის ბრძოლაში ზაურ ფაშაევი თავადვე გადავიდა შეტევაზე. სოსოლეჟავა ეთამაშება მას ფაშაევი შემდეგ ბუბა კვიმსაძე 12 წამი შესატევად ბუბა კვიმსაძე კლაინენი აღმოჩნდა საბოლოოდ მის წინააღმდეგ კვიმსაძე შევიდა მათიაშვილს გადაცემა და ჩაითვალა ბურთი და ენდუანი უკვე მერამდენე მე-4 თუ არ ვწდები რიჩარდ მათიაშვილის შესრულებით მათიაშვილი რომელიც 101 შეხვედრას ატარებს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში სუპერლიგაში ნუ თავიდან არც თუ ისე კარგად დაიწყო მან თამაში დღევანდელ შეხვედრაზე მაქვს საუბარი და საკმაოდ ძიმე იყო ის შეხვედრის დებიუტში არც თუ ისე კარგად წაუვიდა თუმცა შემდეგ უკვე მოახერხა და ახლა ძალიან ისეთ ჩანაფიქრი ჰქონდა მათიაშვილს ცდილობდა რომ ფარი არ ჩაეგდო ასლეტივ ბურთზე ისევ თვითონ მიესწრო და ორი ქულა შეემატა თავისი გუნდისთვის ანუ ერთ ქულაზე არ იყო ის ამ შემთხვევაში თანახმა ვთქვათ ასე გაუშვა კლაინენმა ვნახოთ ამჯერად მაინც და ამჯერად ჩააგდო ფილ კლაინენი 72-66 6 ქულას აღწევს უკვე დინამოლთა უპირატესობა და მე გიორგი ესეთი შტაბეჭდილება დამჩა რომ პირველ მე-4-ში ნუ უბრალოდ პირველ ტაიმში პირველ ორ მე-4-ში თბილისელებმა მაქსიმალური მობილიზება შეალიეს თამაშს და ძალები ვეღარ გადაანაწილეს უკვე დარჩენილი დროისთვის და აი ამით უკვე დარჩენილ მესამე და მე-4-ში ქუთაის უფრო მეტი ძალა შემორჩა იმისათვის რომ შეტევაში უფრო სარგებლიანი ყოფილიყო და შეხვედრაც სასიკეთოდ წაეყვანა აქ მათიაშვილმა გაუშვა პერიმეტრიდან ჩააგდო ერთ სამიანს მაინც ყოველ თამაში აგდებს რიჩარდ მათიაშვილი და მიუხედავად იმისა რომ ასე ვთქვათ სტაბილურად კარგად ვერ თამაშობს დღევანდელ შეხვედრაში მეორე ტაიმში მაინც იტვირთა ლიდერის ფუნქცია და თვისებები გამოავლინა ამ კალბურთელმა ულიდერა თავის გუნდს ლამარ კარიმი შემდეგ კლაინენი არ ესროლა და მათიაშვილმა ძალიან კარგად ითამაშა კიდევ ერთხელ შემდეგ რევაზდიდია ფაშაევი გაათავისუფლებს გაუშვა ზაურ ფაშაევმა ყველაფერს აცდა თუმცა არ აცდა მათიაშვილს და მათიაშვილმაც ერთ ქულამდე დაიყვანა 2 წუთი და 15 წამით ადრე ანგარიშის სხვაობა ზაურ ფაშაევს ამ შემთხვევაში კარგი პასი გამოუვიდა და ნუ ის სამქულიანი არ ჩავარდა თუმცა ორი ქულით მაინც შემცირდა ანგარიშის სხვაობა და 72-71-ია 2 წუთი რჩება თამაშის დასრულებამდე და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ შეხვედრა არის მართლაც ძალიან დრამატული საინტერესო დაძაბული და ბექა ჩიკვილაძე კიდევ ერთხელ ახერხებს და თავის გუნდს ეხმარება იმაში რომ ოდნავ ისევ წინ გადის დინამო 74-71 სამი ქულა დინამოს სასარგებლოდ ფაშაევი აქ თავის თავზე აიღო ზაურ ფაშაევმა ძალიან რთული პოზიციიდან ესროლა ამჯერად მილანელოვიჩმა ორთაბრძოლა რიჩარდ მათიაშვილს მოუგო და დინამო გადადის შეტევაზე ბექა ჩიკვილაძე ისევ რომელიც გაიხსნა აშკარად ბოლო წუთებში და რასაც ვერ აკეთებენ იგივე ლამარ კარიმი და ფილ კლაინენი აკეთებს ბექა ჩიკვილაძე ბურთის გათამაშება სწორედ მას დაავალა ირაკლი ხოშტარიან ბოლო წუთებში და ლამარ კარიმი ვთქვათ მეორე ნომრის პოზიციაზე გადაწია აქ ბაბუნაშვილმა ჩაჭრა ბურთი პასია საჭირო არა თავის თავზე აიღო პასის გაკეთება ჯობდა რა თქმა უნდა გიორგი ბარბაკაძეზე არ გადაწყვიტა ეს ბაბუნაშვილმა თუმცა საბოლოოდ ჯარიმა და
ქუთაისი კონკრეტულად კი გიორგი ბარბაკაძე შეასრულებს ორ საჯარიმო ყორცნას. ძალიან მინდა შევაქო რიჩარდ მათიაშვილი, რომელმაც პრაქტიკულად უკვე ბოლო 15 წუთია 4 პერსონალური თამაშობს და ძალიან კორექტულადაც თამაშობს. ის მეხუთე პერსონალური არადა არ მიაგებია. არ მიიღო და ასევე ძალიან შედეგიანია ის უკვე 26 ქულაა მის ანგარიშზე დღევანდელ თამაშში და აქ უკვე დინამოს გულშემატკივრებმა იმოქმედეს ალბათ გიორგი ბარბაკაძეზე შეუშალეს მას აქტიურად ხელი და არ მისცეს საშუალება საჯარიმო ყორცნების ზუსტად განეხორციელება. დინამოელები იწყებენ უკვე საკუთარი ერის ლამარ კარიმია ბურთით. ამ შემთხვევაში ლამარ კარიმი გამთამაშებლის პოზიციაზე შემდეგ გაიჭედა კარიმი და დაკარგა ბურთი. არ შეიძლება ესე უყურადღებოთ თამაში. წუთზე ნაკლები რჩება უკვე თამაშის დასრულებამდე და 3 ქულაა სულ რაღაც სხვაობა დინამოელთა სასარგებლოდ და ეს 3 ქულაც აღმოიფხვრა. 74-70 ბაბუნაშვილმა შეძლო და გაათანაბრა ესეც საჭირო მომენტში ანგარიში 40 წამი შეხვედრის დასრულებამდე ლამარ კარიმი იწყებს თავისი გუნდის შეტევას. 15 წამი დინამოს შესატევა. ნახოთ კარიმი ალბათ გადაცემა უნდა გააკეთოს უკვე ზედიზედ ორი შეტევა გადაცემის გარეშე თამაშობს. დაიკარგა ბურთი ბარბაკაძე და წინ გადის ქუთაისი და რა მომენტში გადის წინ მთელი თამაშია დინამო ლიდერობს. მაქსიმუმი ქუთაისელთა იყო გათანაბრება და თამაშის დასრულებამდე 25 წამით ადრე ქუთაისმა მოიპოვა უპირატესობა 76-74. ძალიან გული წდებათ ალბათ თბილისის დინამოს გულშემატკივრებს, იგივე თავად კალათბურთელებს, რადგან მართლაც ამხელა უპირატესობა შემდეგ ამდენი წვალება ვთქვათ ასე და ასეთი კარგი თამაში პირველ 2-4-ში წყალში ჩაყარეს და გაანიავეს ეს უპირატესობა უკვე თამაშის დასრულამდე. დარჩენილია 25 წამი და ორი ქულით წინ ქუთაისია 76-74 ანგარიში. ვხედავთ ბოლო ორი ქულა რომელიც ქუთაისმა ჩააგდო დინამოს ფარში და გავიდა წინ უკვე შეხვედრაში მგონი პირველად. 25 წამი, ერთი წამით მეტი, რაც შეტევისთვის ექნება განეკუთვნილი დინამოელებს. ძალიან საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ირაკლი ხოშტარია, რას დაუხაზავს თავის კალათბურთელებს. შეუტევენ თუ არა ბოლო წამებამდე დინამოელები, თუ აქცენტს გააკეთებენ ორქულიანზე, სამქულიანზე, ვნახოთ ამ ყველაფერს ვნახავთ ჩვენ. ფაქტია დინამოს აქვს ჯერ კიდევ შანსი, დამთავრებული არაფერი არ არის. მე ვიტყოდი რომ 50-50-ია შანსები, რადგან ორი ქულა მხოლოდ სხვაობა და ბურთი დინამოსია. 25 წამი რჩება თამაშის დასრულებამდე. გამოვლენ სულ მალე კალათბურთელები, გამოდიან უკვე ქუთაისელები, ფაშაევი, ბაბუნაშვილი, გიორგი ბარბაკაძე, რევაზდიდია, რიჩარდ მათიაშვილი. ქუთაისი რაც შეეხება დინამოს, ლეჟავა, ჩიკვილაძე, კარიმი, ოლუჩი და ფილკლაინენი. კიდევ ერთხელ მინდა ფსიქოლოგიურ მომენტს გაუსვა ხაზზე. ამ შემთხვევაში ქუთაისელები რა თქმა უნდა გაცილებით უფრო კარგ მდგომარეობაში იმყოფებიან, თუმცა დინამოელებმა ვალდებული არიან ისინი მოძებნონ ძალები საკუთარ თავში და ეს მართლაც ასეთი წინვალედ დაწყებული თამაში არ წააგონ. ნახოთ რა სიზამს და არის ჩააგდო როგორც იქნა სოსოლეჟავამ და გაათანაბრა ანგარიში 76-76-ია 14 წუთი და 9/10 წამი რჩება თამაშის დასრულებამდე. ახლა უკვე შეიძლება ითქვას ქუთაისელთა მხარეც გადაიხარა უპირატესობა 76-76 ანგარიში და ქუთაისმა ძირითად დროში ყოველ შემთხვევაში ვერანაირად ვეღარ უნდა წააგოს თამაში, თუ ძალიან არ მოინდომებენ ამას. მხოლოდ მოგება შეუძლიათ მათ. 5-5 პერსონალური აქვს ორივე გუნდს, გამომდინარე აქედან არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაჯარიმდეს დინამო ბოლო წამებზე, თუმცა შეუძლია ჯარიმის აღება მაშინვე როგორც კი გამოვლენ გუნდები მოედანზე. ნახოთ ძალიან ბევრი ვარიანტი არის და ეს უკვე მწვრთნელებზე და კალათბურთელებზეა ყველაფერი. რას არჩევენ ეს მახსენდება თუ არ ვცდები საქართველოს მაკედონია რომ იყო ევრობასკეტზე ბოლო წამებზე მიღებული გადაწყვეტილება ფრე იყო და ბომაკალები შევუშვით ჩვენ სამწამიან ზონაში და ჩაგვიგდო მაკალებმა, იქ შეგვეძლო ჯარიმის აღება მაშინვე როგორც კი განახდა შეხვედრა. ნახოთ რას მოიფიქრებენ დინამოელები ამ შემთხვევაში, ძალიან საინტერესოა. მართლა ძალიან მტკივნეული მომენტი გაიხსენე გიორგი, ეხლა შეიძლება ზოგადად ბევრი მსგავსი სიტუაცია გვინახავს, მაგრამ ესე მართლაც წარუშლელი კვალი სწორედ იმ თამაშმა დატოვა 2011-ში ლიტვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. მართლაც საბედისწერო ბოლო წამები იყო საქართველოს ნაკრებისთვის. შეხვედრა ესესა განახლდა და განახლებს თამაშს ქუთაისი. რევაზ დიდია ბურთით, უბრალოდ ჯერ დავით ბერიშვილია ბურთით, სწორედ დიდია შემოიყვანს ახლა მას თამაში. ფაშაევი, ნახოთ როგორ შეძლებენ ქუთაისელები ამ ბოლო იერიშის წარმართვას.
თანდათან იწურებად რომ ლამარ კარიმი ცდილობს ხელის შეშლას დაულ ფაშაევისთვის გიორგი ბარბაკაძე ჩააგდებს ვერ ჩააგდო ჩააგდო და დამატებითი დრო არ ჩაითვალა ეს ბურთი დამატებითი დრო კიდევ ერთი ოვერტაიმი ამ ტურში პირველი ოვერტაიმი როგორც უკვე აღვნიშნეთ პირველ მატჩში შედგა როდესაც რუსთავის და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდების თამაშის ძირითადი დრო სწორედ 76-76 დასრულდა იგივე ანგარიში დამთავრდა დღევანდელი ჩვენი შეხვედრის ძირითადი დროც 4 პერიოდი და ვნახავთ თუ ვინ იქნება უფრო ძლიერი დამატებით ოვერტაიმში ვის აღმოეცდება მეტი ნერვები მეტი ძალები და ვინ შეძლებს ამ მართლაც დრამატული და საინტერესო თამაშის საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანას ბოლო მომენტში გიორგი ბარბაკაძეზე იყო ყველაფერი დამოკიდებული რომელმაც ძალიან კარგად ჩაატარა მთელი შეხვედრა მაგრამ უმთხუნა ასე ვთქვათ სროლ ამ ბოლო წამზე არა და არც ის რთული პოზიცია იყო პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ გაუმართლა დინამოს არ ჩავარდა ეს ბურთი და პრინციპში სამართლიანია რომ ყველაფერი გადაწყდება დამატებით დროში არც ერთი გუნდი ასე ვთქვათ თამაშის მიხედვით და სცენარიდან გამომდინარე არ მემეტებოდა წასაგება და არც ახლა არ მემეტება პრინციპში მაგრამ ივარაუდე კიდეც გიორგი შენ რომ მე ვისურვებდიო ეს თამაშის დამატებით დროში გადავიდესო და აი აგიხდა კიდეც ეს სურვილი ნუ მართლაც ისეთი მომენტია თამაშის დასაწყისი ფანტასტიკური იყო დინამოლთათვის ამ გუნდმა პრინციპში ძალიან კარგად და ლაღად ითამაშა და გულშემატკივარს მართლაც სანახაობრივი კალათბურთი აჩვენა თუმცა უკვე დებიუტი აშკარად ქუთაისელთა იყო და უნდა აღვნიშნოთ ის რომ ამ გუნდმა დამსახურებულად მოახერხა საბოლოოდ ანგარიშის გათანაბრება და არ წაგება ნახოთ როგორ გამვითარდება მოვლენები უკვე დარჩენილ დროში აი ზაზა მაჩალაძე მისცა ნიშანი იმისა რომ უკვე გუნდებმა გადაინაცვლონ პარკეტზე და განაგრძონ თამაშის დამატებითი დრო კიდევ 5 წუთი ჯაირთვება ახლა და განახდება შეხვედრა რომელიც ალბათ ძალიან დიდხანს დაამახსოვრდება გულშემატკივრას და პირველ რიგში კი მოთამაშეებს რომლებიც დღეს თავიანთი გუნდებისთვის ირჯებიან ლამარ კარიმი იწყებს ოვერტაიმში პირველ შეტევას ძალიან დაძაბული ფონია თამაშისა რა თქმა უნდა და განსაკუთრებით დინამოლები განიცდიან ალბათ იმას რომ თამაშს იგებდნენ ძალიან დიდი სხვაობითაც კი და საბოლოოდ გაანიავეს ეს უპირატესობა თუმცა ახლა უკვე ნამდვილი პროფესიონალისტვის რა თქმა უნდა ეს ვითარება ალბათ არაფერს არ ნიშნავს და მაინც უნდა შეძლონ და მოძებნონ მათ ძალები საკუთარ თავში მისათვის რომ ცივსისხლიანად და ცივი გონებით განაგრძონ თამაში დასასრულისათვის რომ ეს დარჩენილი 5 წუთი უკვე მიიყვანონ გამარჯვებამდე თუმცა პირველ ნაბიჯს გამარჯვებისთვის დგამს ქუთაისი და რიჩარდ მათიაშვილი პირველ საჯარიმო ტყორცნას ათავსებს მეტოქის ფარში არ გამოსდის მეორე ზუსტად ქუთაისელთა 23 ნომერს თუმცა დინამოელები ჯარიმდებიან და მილანო ულჩი ჯარიმდება და ამ შემთხვევაში გიორგი ბარბაკაძესთან ბრძოლაში და უკვე გიორგი ბარბაკაძე ქუთაისელთა მე-15 ნომერი ისურვის ახლა ორ საჯარიმო ტყორცნას 77-76 ანგარიში ქუთაისელთა სასარგებლოდ დინამოლთა კომაგები აქტიურად უშლიან ხელს გიორგი ბარბაკაძეს, თუმცა ამ შემთხვევაში ეს არ მოქმედებს ქუთაისელთა მე-15 ნომერზე ის ორივე თავის შესაძლებლობას იყენებს 79-76 ხდება სამი ქულა უკვე სტუმართა უპირატესობა შეხვედრაში. ფილ კლაინენი იყო ბურთით შემდეგ ლამარ კარიმი, ისევ კლაინენი ძალიან რთული პოზიციიდან ბექა ჩიკვილაძე გაისროლა ჩააგდო 79-79 ბრავო ბექა ჩიკვილაძე. გათანაბრდა კიდევ ერთხელ ანგარიში და ქუთაისელების მორიგი ერის ვადევნებთ ჩვენ თვალყურს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ აფხაზეთის ხმის ეთერით თქვენ ადევნებთ ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას თბილისის დინამოსა და საკალათბურთო კლუბ ქუთაისს შორის შეხვედრის ძირითადი დრო დასრულდა ფრედ 76-76 და უკვე ორი ტაიმში გამოვლინდება გამარჯვებულის ბედი. კარიმი თავის თავზე აიღებს აუცილებლად და ცოტა დააკლა ლამარ კარიმს
არა რამდენი გარღვევა ვნახეთ ამ კალათბურთელის შესრულებით დღევანდელ შეხვედრაში ზუსტი. აქ უკვე გამოასწორა თავის შეცდომა, დაუბრუნდა ბურთი თავის გუნდს. ბექა ჩიკვილაძე კიდევ ერთხელ ბრწყინვალეა. ბრავო ბექა ჩიკვილაძეს, ბრავო. 91-79. არ ვიცი ეს ორი ქულა ვის შეეთროვა ჩიკვილაძეს თუ იქ. კი, ჩიკვილაძე შეითვალა როგორც ჩანს იქ თითქოს დაამატა იქ ორი კალათბურთელი იყო ფარზე ერთდროულად. საბოლოოდ ბექა ჩიკვილაძე ამ ორი ქულის ავტორი და წინ გავიდა ისევ დინამო 91-79. და ბექა ჩიკვილაძე არის უკვე თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 21 ქულას მოუყარა ამ კალათბურთელმა თავი მიმდინარე თამაში და აშკარად მინდა ვთქვა რომ ლამარ კარიმს აღარ გამოსდის ისე შედეგიანად ასპარეზობა როგორც ეს მან პირველ 2-4-ში გვაჩვენა. როგორც ჩვენ თქვი ჩააქსოვა მთელი თავის შესაძლებლობა ლამარ კარიმმა პირველ ნახევარში იმ სროლაშიც რომელიც თავისი ნახევრიდან ჩააგდო ბოლო წამზე და უკვე ალბათ გადაღლამაც იჩინა ასე ვთქვათ თავი ძალიან რთულია ეს დინამიური თამაში მთელი მატჩი მაღალ დონეზე შეხვედრა თამაში რიშარდ მათიაშვილმა გაუშვა კიდევ ერთი სამიანი მაგრამ ამჯერად ვერ ჩააგდო და ჯარიმა საულ ფაშაევი დაჯარიმდა ფილ კლაიმენთან ბრძოლისას ფილ კლაიმენი დაეუფლა ფარიდან ასლეტილ ბურს პირველი ხოლო ფაშაევი შემდეგ დაეჯახა მას ბრძოლაში თუმცა გიორგი აქვე ერთი ფაქტორი მინდა აღნიშნო და გაუსვა ხაზი რომ აი ამ უკვე დარჩენილ დროში ალბათ გამარჯვებულის გამოსავლენად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება მწვრთნელთა გონივრული გადაწყვეტილებები და ის სწორედ აქ გაირკვევა ამ მწვრთნელების შესაძლებლობები რომელი უფრო შეიძლება ვთქვათ ესე გონივრულად განაგზობს თამაშს და რომელი უფრო კარგ დარიგებებს მისცემს თავის კალათბურთელებს ირაკლი ხოშტარიასა და დავით უსტიაშვილის პირადი დუელით შეიძლება იყოს ეს დარჩენილი 3 წუთია უკვე შეხვედრის დამატებითი დროის დასრულებამდე. სროლა დიდია ისრვის არა ვერ ჩააგდო მეგონა ჩავარდა კვიმსაძე მოხსნა მათიაშვილი კი ჩააგდებს აუცილებლად ჩააგდებს 82-91 2 წუთი 50 წამი პირველი დამატებული დროის ამოწურამდე ერთი გულა სხვაობა გულა-გულაში მენდის და ძალიან კარგი და საინტერესო სანახავი თამაშია კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა. დინამოელები იგებენ ერთ გულას, თუმცა ეს რო არაფერს არ ნიშნავს უკვე რამდენჯერმე ვნახეთ ჩვენ ამ შეხვედრაში ერთგულიანი უპირატესობა კი არა 14 გულიანი უპირატესობა გაანიავა დინამო ამ თამაში. აქ კი აი საუბრობდი და არ დამაცალა გიორგი ბარბაქაძემ აზრის დასრულება 93-82 უკვე ერთგულიანი უპირატესობა ქუთაისელთა მხარეს გადავიდა. ბარბაქაძემ რაც ვერ გააკეთა ბოლო წამზე გააკეთა ეხლა და ძალიან კარგადაც გაიყვანა თავისი გუნდი წინ ფილ კლაინენი შემდეგ მოძებნა ლამარ კარიმი 8 წამი შესატევად ძალიან დიდხანს ფიქრობს ლამარ კარიმი რაღაც უნდა მოიფიქროს ეხლა დატრიალდა ძალიან კარგად თუმცა გაიჭედა არა აღარ გამოდის კომბინაციური თამაში დინამოს ბარბაქაძე შესანიშნავი 360 გრადუსით მაგრამ გაუვარდა შემდეგ ხელიდან ბურთი ჩიკვილაძე ძალიან ქაოსური და სწრაფი თამაში წავიდა და როგორც იქნა მილანოლუიჩმა ესე ჭკვიანურად მოათავსა ბურთი კალათში კიდევ ისევ ერთგულიანი სხვაობა ამჯერად უკვე დინამოა წინ. გიორგი აუგნიშნოთ ის ფაქტიც რომ რიჩარდ მათიაშვილი უკვე ბოლომდე ვეღარ ეთამაშება და არ შედის ბრძოლაში მეტოქესთან რადგან ერთი პერსონალურიც და მას თამაშის დატოვება მოუწევს ასე რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ რომ ოულიშმა ბურთი ჩააგდო ისე რომ მათიაშვილი მას ბოლომდე აღარ ებრძოდა. კი და ეს ძალიან სერიოზული მინუსია ქუთაისისთვის მთელი თამაშის განმავლობაში მილანოლუიჩი ცუდად არ გამოიყურებოდა თუმცა თუ აი ორი ცენტრის დაპირისპირებას განვიხილავთ უნდა ვთქვათ აუცილებლად რომ მათიაშვილმა დღეს მილანოლუიჩს აჯობა აი ეს ბოლო წუთები კი ისე აქტიურად როგორც ჩვენ აღნიშნე ვეღარ ეთამაშება მათიაშვილი ოლუიჩს ჩიკვილაძე ისე დამალა ბურთი და შევიდა თუმცა ვერ გააკეთა ეს ყველაფერი კარგად დაირღვა თამაშის წესები 90 და ესე ძალიან ცუდი რამ დინამოსთვის მეხუთე პერსონალური ბექა ჩიკვილაძეს რომელიც წინვალე იყო ბოლო წუთებში და ძალიან განაწყენებული ტოვებს ძალიან დიდი დანაკლისია ნამდვილად ძალიან დიდი დანაკლისია ეს ხა თბილისის დინამოსთვის რადგან ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილი გუნდში იყო ბექა ჩიკვილაძე რომელმაც ბოლო წუთებში მოახერხა და ქუთაის რეალურად წინააღმდეგობა გაუწია სწორედ მისი აქტიურობის წყალობით მოახერხა დინამომ რომ არ წააგო თამაში ძირითად დროში და ოვერტაიმშიც ახერხებდა სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას. ნახოთ რა იქნება დარჩენილ დროში მატჩის დასრულებამდე დარჩენილია ზედიზედ ორჯერ მოახსნევინეს არ შეიძლება აქ ესეთი რაღაც ძალიან გაბრაზებულია ირაკლი ხოშტარია ემოციებს ხედავდით
ზედიზედ 3-ჯერ მოხსნა რიჩარდ მათიაშვილმა ფარზე ბურთი, თუმცა საბოლოოდ ჯარიმა და საჯარიმო ხაზზე დადგებიან დინამოელები. მეხუთე პერსონალური იქვე რიჩარდ მათიაშვილსაც ორი გუნდის როგორც ორმალი ვარაუდობდი, სწორედ აი ამას უთხოვდა რიჩარდ მათიაშვილი, თუმცა ბოლომდე რა თქმა უნდა ვეღარ მოახერხა მან თავის შეკავება და ერთ-ერთ ბრძოლაში მიიღო ჯარიმა მეტოქეზე. თუმცა ის უნდა აღმოჩნდა აი გამეორებით ვხედავთ სწორედ დაუმეც 3-ჯერ მოახერხა რიჩარდ მათიაშვილმა სამი კალათბურთელის მეტოქის კალათბურთელის გარემოსვაში ბურთის დაუფლება. ანუ კლაიმენზე მინდა ვისაუბრო, ნუ ის ძალიან ჩამოუვარდება მათიაშვილის ბრძოლაში. ყოველ შემთხვევაში დღევანდელ შეხვედრაში აშკარად აჯობა მათიაშვილმა მის ვიზავის. აქ ოლუიჩმა ჩააგდო პირველი და გაიყვანა გუნდი უკვე 3 ქულით წინ 86-93, 50 წამი დასრულებამდე პირველი ოვერტაიმისა და დინამომ მოიპოვა ასე თუ ისე ეს უკვე კომფორტული სხვაობაა შეიძლება თქვა იქიდან გამომდინარე რომ ერთ ქულას არ ცილდებოდა გუნდების უპირატესობა. ფაშაევი ძალიან კარგია, ზაურ ფაშაევი 86-95. კვლავ მინიმუმამდე შემცირდა ანგარიში სხვაობა. დინამო იგებს ერთ ქულას, თუმცა უნდა ვთქვათ ის რომ ამ გუნდში ჯერჯერობით ბოლო წუთებში ჩიკულაძე ჩანდა ის ვისაც შეეძლო აქტიურად თამაში და აი დარჩენილი მოთამაშეები და ვნახოთ თუ ვინ შეძლებს და მოახერხებს გუნდში იტვირთოს ლიდერის ფუნქცია. კეიდიას უნდა აიღო საკუთარ თავზე თამაში, მაგრამ არ გამოუვიდა ზუსტად. ლეჟავა კარიმი არ მისდის უკვე მეორე ტაიმში აშკარად ვეღარ თამაშობს და 10 წამი თუ ჩააგდო ქუთაისმა მოიგებს ამ თამაშს. არა, დაიკარგა ბურთი დინამო მოიგო. ჯარიმა უნდა აიღოს ახლა, უნდა აიღოს. არ იყოს. მოჩა თამაში დინამო მოიგო 86-95 დრამატული შეხვედრა, რომელიც საბოლოოდ მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. მიულოცოთ დინამოს გულშემატკივრებს დღევანდელი გამარჯვება, რადგან მე ვიტყვი რომ მათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს საბოლოოდ თავიანთი სათაყვანებელი კლუბის გამარჯვებაში. თუმცა თამაში არ დასრულებულა, გიორგი ლამარ-ქარიმს აქვს საჯარიმო ხორცნების ასროლი. მასზე დაჯარიმდა ბუბა კვიმსაძე ბოლო წამზე. ნუ პრაქტიკულად ეს შედეგს აღარ შეცვლის, უბრალოდ შეიძლება შეიცვალოს თამაშის ანგარიში. დინამოს კი შეგვიძლია უკვე წინასწარ მიულოცოთ გამარჯვება. ძალიან დაძაბული, ძალიან დრამატული და საინტერესო შეხვედრა მოიგო თბილისის დინამო. პრინციპული მეტოქე ქუთაისი დაამარცხა და სატურნირო ცხრილშიც ერთი საფეხურით გადავიდა უკვე წინ. გაცვალეს დინამომ და ქუთაისმა ადგილება, დინამო გადავა მეხუთე ადგილზე, გაასწრებს რა ქუთაის ერთი ქულით. ქუთაისი კი ჩაინაცვლობს ერთი საფეხურით ქვევით და დაიკავებს მე-6 პოზიციას. გაუ, შესანიშნავი თამაში ვიხილეთ. გიორგი კმაყოფილი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ყველა გულშემატკივარი, ვინც საფრანგეთის ხმის ეთერით მიადევნა ამ ძალიან კარგ შეხვედრას. თვალი ძალიან გაცილებით მეტი გულშემატკივარი უნდა ყოფილიყო წესის სპორტის სასახლეში ამ შეხვედრაზე, თუმცა ატმოსფერო მაინც შეიქმნა ძალიან კარგი და კალათბურთელებმაც გაგვიმართლეს ჩვენ და ვიხილეთ ოვერტაიმიანი ბრწყინვალე შეხვედრა, რომელიც გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი ნახევარი დინამოს იყო, მეორე ქუთაისი, საბოლოოდ ფრე და დამატებით დროში ორი ქულის სხვაობით 87-95 თბილისის დინამომ დაამარცხა ქუთაისი 2010. ჩვენ გიორგი გულბანი და გიორგი პავლიაშვილი უძღვებოდით ამ შეხვედრას, ხედავთ დინამოს გულშემატკივარს, ჩვენ უფლება მოგეცით დაგვემშვიდობოთ, მაგრამ არ გადართოთ, რადგან ძალიან საინტერესო ინტერვიუ შემოგთავაზებთ დინამოს მთავარ მცველთან ირაკლი ხოშტარიასთან. ნახვამდის. კარგად გაგზავნებოდეთ. ირაკლი, გილოცავ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას, ძალიან დაძაბული და ემოციური თამაში იყო, როგორ შეაფასებდი და რამ განაპირობა თქვენი გამარჯვება? პირველ რიგში მადლობა მოლოცვისათვის, გამარჯვება რა თავიდან ვითამაშეთ ის კალათბურთი, რაც უნდა ვითამაშოთ და რასაც ვითხოვ. მეორე ტაიმში უკვე ვფიქრობ, რომ შეტევაშიც უკვე ინდივიდუალურად გადავიდა სულ ყველა და ამის ფონზე შეძლეს ამოღება, იმიტომ როცა ქუთაის ეთამაშები 15-16 ქულა არაფერს და საერთოდ კალათბურთში არაფერს არ ნიშნავს. ვფიქრობ, რომ ჩვენ თავს შეუქმნით თვითონ ის რაც მოგვივიდა ბოლოს. უბრალოდ გაგვიმართლა და ეგ იყო ბოლოს. თუმცა ვფიქრობ, რომ მაინც ვიმსახურებდით თუ პირველ ორ ნახევარს, პირველ ორ ტაიმს შევაფასებთ რა. ეგ იყო და კარგი, მადლობა ირაკლი, დროებით.